უკვე 17 წელია დედა ნიკოლოს როგორც ჩვილს ისეუვლის. ბიჭი ვერ ლაპარაკობს და დამოუკიდებლად არაფრის გაკეთება შეუძლია. ნია და ნიკოლოზი ტყუპები არიან. ბიჭი მჯდომარე მდგომარეობაში დაიბადა. მშობიარობა ძალიან რთული იყო. ბავშვი მაშებით ამოიყვანეს. უჟანგბადობის გამო ნიკოლოს თავის ტვინი დაუზიანდა. ყველაზე დიდი საშინელება კი ის არის, რომ მის გარდა კიდევ ორი ასეთი დიდი ჩვილი ჰყავს. ბიჭებს მუდმივად სჭირდებათ მედიკამენტები, რომლის გარეშეც ვერ იცოცხლებენ, მაგრამ მათი საპროლო მშობლების შემოსავალი მხოლოდ სოციალური შემწეობა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილების პენსიაა. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აბების საყიდლად არ ყოფნით ეს თანხა. ბავშვები მთელი დღე ჯარს აგროვებენ, საკვები და მედიკამენტები მაინც რომ იყიდონ. თქვენ როგორ მოიქცეოდით? სახლში ერთადერთი საჭმელი ხმელი პური რომ იყოს. გაუმართეთ ხელი ამ ოჯახს, დააპურეთ, საჭირო მედიკამენტები უყიდეთ, მიაწოდეთ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, აბაზანის კეთილმოწყობაში დაეხმარეთ. უფლის სიყვარულით და მხოლოდ მისთვის გააკეთეთ ეს. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.